მოგესალმებით ბალანსის გუნდიდან. დღეს გასწავლით თუ როგორ გამოიყენოთ ბალანსში რეპორტის გამარტივებული აწყობები და შეცვალოთ ვიზუალი თქვენი სრული სამართლით. მაგალითისთვის გავხსნათ გაყიდვების რეპორტი. ფილტრების გამოყენებით შესაძლებელია ზედა პანელში სასურველი ველის გამოტანა. მაგალითად ვალუტის ფილტრი. კონკრეტული ვალუტის არჩევის შემთხვევაში მხოლოდ ამ ვალუტაში გატარებული რეალიზაციები გამოჩნდება. ასევე შესაძლებელია რეპორტის სტრუქტურის ცვლილებაც, დავუჭიროთ ღილაკის ტრიქონები, ისრების საშუალებით შეგვიძლია თანმიმდევრობის შეცვლა, ხოლო ალმების საშუალებით ინფორმაციის დამატება ან დამალვა. სვეტებში შეგვიძლია დავამატოთ, ამოვაკლოთ ან გადავაადგილოთ სასურველი ინფორმაცია. დავუჭიროთ ღილაკის სვეტის დამატება და გამოვიტანოთ მარჟა. დიაგრამების მრავალი არჩევანია მოცემული. ავირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი, წრიული. შემდეგ უნდა შევყვანოთ რა პარამეტრების მიხედვით გვინდა დიაგრამის გენერირება, მაგალითად ავირჩიოთ რაოდენობა და ნომენკლატურა. სულ ესაა. გითხარით პროგრამა ბალანსის რომელ მოდულს იყენებთ და რის გაუმჯობესებას ისურვებთ. მოიწვიეთ და გამოიწერეთ ჩვენი ვიდეოები, რათა გაიგოთ მეტი ბალანსის შესახებ.